ხიცაცის. ესე ათვალიერებს გარემოს. შემდეგ ჩახდება წყალში დაიჭერს თევზს ამოიყვანს და ყლაპავს. ამაზე აუყურეთ. ძალიან მშვიდი ადგილია. წინა ჩამოსვლაზე გადავიღე წყლის ქათმების 2 ოჯახი. ალკუნები, გვიტები, სხვადასხვა სახეობის ფრინველები. ხო და იმდენად მდიდარი ბიომრავალფეროვნებით არის ეს ადგილი, რომ უბრალოდ არ თავდება სახეობების გამოჩენა. ხო და ამიტომ ხშირად მოვდივარ ხოლმე და ვცდილობ რაღაცები გამოვიჭირო. ნახოთ დღეს რა გამოჩნდება. როგორ ურტყავს რომ მოკლას. არაყვა. და ამას აკეთებს მუდმივად, მუდმივად. უბრალოდ არ ჩერდება. სანამ გამოჩნდება, მოდი ცოტა ვისაუბროთ ბოლოდროინდელ ბიოლოგიურ ტენდენციებზე, ბიომრავალფეროვნების ტენდენციებზე. შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ გარკვეული სახეობები საგრძნობლად არის მომრავლებული. ამ შემთხვევაში ვგულისხმობ მინდვრების ბინადრებს. მაგალითისთვის მინდა ვთქვა კოლხური ხოხობი. საგრძნობლად არის მომრავლებული. ეს ხშირად ხდება ფოტოები, ვიდეოები კოლხური ხოხობის შესახებ. ეს არის ძალიან კარგი ტენდენცია. ხო, კოლხური ხოხობი იმიტომ არ ქვია, რომ მხოლოდ ჩვენთან ბინადრობს. კოლხური ხოხობი იმიტომ ქვია, რომ აღიწერა ჩვენთან. თორემ მისი გავრცელება მოიცავს ძირითადად ევრაზიის კონტინენტს. დიდ ნაწილს ზომიერ სარტყელს გულისხმობს და შედარებით ჩრდილოეთი მხარეც აქვს ათვისებული. მოიცავს ძალიან დიდ გავრცელების არეალს და არა მხოლოდ ლოკალურს, ამ შემთხვევაში კავკასიას ან თუნდაც საქართველოს. კოლხური ხოხობი მოკლედ ქვია იმიტომ, რომ აღიწერა საქართველოში და დაერქვა სიმბოლურად კოლხური ხოხობი. მოდი ნახოთ აბა რა კადრები გვაქვს. ყველაზე ჭრელი ჯიდი აქ. ამ ადგილას ეს არის ალკუნი. ისე გარემო, რომელი გარემოც დაცული ტერიტორიების ფარგლებს გარეთ არის, განსაკუთრებით ტყეები და ჭალის ტყეები განსაკუთრებით ძალიან რთულ მდგომარეობაშია. ხო, იქნებ მოხდეს ამ ტყეების კონტროლზე აყვანაც, იმიტომ რომ ვისაც მოუნდება ადგება მივა 800 წლიან მუხას მოჭრის, წაიღებს იმ ნაწილს, რომელიც სამასალით გამოდგება. ჭალის ტყეები უბრალოდ მეპზეც რო ნახოთ, ისეთი მდგომარეობაა, მინდვრებია ცარიელი. სიგიჟეა უბრალოდ. როგორ შეიძლება ესე მიდგომა, არ ვიცი. 700 წლის მუხა როა, 800 წლის, ამდენი წელი რო იზრდება და ვიღაც რომ მიდის და დაადებს ბენზოხერხს და მოსპობს. იმიტომ რომ რაღაც ფული გააკეთოს. რა ფული ღირს მაგად, მითხარით. რა შემოსავალი ღირს ამად. ჭრიან იმიტომ რომ სამასალით გაყიდონ. მეტი არაფერი. ხო და რისკი ის არის ამ ყველაფრის, რომ იმ ადგილებში ტემპერატურის მკვეთრად მატებაა დიდი რისკი. რისკი კი არა, აუცილებლად მოიმატებს იმ ადგილებში ტემპერატურა. იმიტომ რომ ხე-ტყე ვეღარ აორთქლებს წყალს და ის დაბალანსებული ტემპერატურა აღარ იქნება ატმოსფეროში, რაც იმ ადგილას იყო. ეს აისახება პირდაპირ პროპორციულად ბიომრავალფეროვნებაზე. იქ არსებული ბიომრავალფეროვნება გარკვეულ ეტაპზე, სანამ ადაპტაციას გაივლის, რომ სხვა ადგილას მიგრირდეს, იხოცება იქვე. ნაწილი, ძალიან მცირე ნაწილი, რომელიც გააღწევს იქიდან, კი არის მიზერული იმ რაოდენობისა, რაც იქ ბინადრობდა და მათ გამრავლებას სჭირდება 10 წლეულები. ხო და ეს ძალიან დიდი რისკი არის, იქაური ბიომრავალფეროვნება ნადგურდება.
ეს კი აისახება ადამიანს. დინარეებზე აღარ იქნება დათევზიანება, აღარ იქნება კვებითი ჯაჭვი, დაირღვევა ყველა ბალანსი დაირღვევა აბსოლუტურად, რაც კი იმ ადგილას არსებობს. ხო და ადამიანის ერთი ნაბიჯი აისახება მისსავე სიცოცხლეზე. ამ ხელა ხეს რო ჭრით, იმ ხეს იყენებს უამრავი არსება საცხოვრებლადაც და საკვებადაც. არ შეიძლება იმ ხის მოჭრა, რომელიც ჩვენთვის არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. ეს არის საკვების წყარო, ჟანგბადის წყარო, ტემპერატურის რეგულაციის წყარო და ასე შემდეგ. ამით უბრალოდ ვანადგურებთ გარემოს და ვინადგურებთ თავებს. ხელის გულზე დაეტევა აგაურობა. და ესეთი ტბორებიც კი იმდენად მნიშვნელოვანია ბიომრავალფეროვნებისთვის, რომ უბრალოდ ვერ აღწერ იმ ეკოსისტემას, იმ ეკოსისტემის რაოდენობასა და მნიშვნელობას, რაც აი აქ ბინადრობს. ეს არის სიმდიდრე. ხო და იქ რომ მოვა ვიღაც და ამას მოსპობს იმის გამო, რომ რაღაც სჭირდება სათავისოდ, ყველაფერს თავისი შედეგი აქვს შემდეგ და აღარ უნდა გაგვიკვირდეს ეს შედეგები. წყლის ქათამიც თავის წიწილებით. სულღინღლიანები არიან. შეხედეთ. კაკუცულები არიან. პარტყებით რო არიან თან ამას შეხედეთ რა ღმერთო ჩემო, რა საყვარლები არიან. ესე იგი რაც აქ ვარ, მერცხლები ხო არ ჩერდებიან. სასმელი წყალი ხო ეს არის მაგათვის. საკვები წყაროც ხო ეს არის მაგათვის. უამრავი მერცხალი ხომ არის. არის ალკუნი, არის წყლის ქათამი, არის ბაყაყები, ამფიბიები, გველები, წერები, ნემსიყვაპიები, ბუზები, კოღოები, აბსოლუტურად იდეალური ჯაჭვი არის, იდეალური გარემო. მოკლედ სამეცნიერო დასაკვირვებელი ტერიტორია, აი სულ ამ ხელა ტერიტორიაა და უამრავი სახეობა ბინადრობს, უამრავი. ბინოკლით დავიწყე თვალიერება ეხლა ხეების ტოტების და ბულბულები ხო აქ არიან, ღაჟოები ხო აქ არიან, გვიტები ხო აქ არიან, ჩიტბატონები ხო აქ არიან. ხო და იმდენად სრულყოფილი გარემოა, აი ეს პატარა ტერიტორია, რამდენი იქნება, რამდენი კვადრატი იქნება, სულ წარმოუდგენელია იმდენი სახეობის ბინადარი ცხოვრობს აი აქ. და ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ხელა ტერიტორიაც კი ძალიან მნიშვნელოვანია ბუნებისთვის. შვიდად შეგვიძლია დავბრუნდეთ სახლში, მშვენიერი გამოსვლა იყო. ხოხობი, რომელზეც საუბრობდი, მამრი მდედრი და აქ დურაჯი, მამრი მდედრი. ესეც საკმაოდ იშვიათი სანახაობა. ეს გადავიღე ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე. ძალიან ლამაზია, ძალიან.